ძალიან დიდი ამანადი ჯამო მივიდა. აი ცოტაც და ჩემზე დიდი იქნებოდა. აი ამას ახლა სულიკე მოერევა? მოერია. მე რა მხელა 40 ლარიანი და 60 ლარიანი ლილოს ჩანთებით მოგზაურობა ყოველთვის მთავრდება დამტრეული ჩემოდნის დაბრუნებით და ვიქცევთ გადავწყვიტე რა ხარისხიანი ჩემოდნები მეყიდა არ ვიცი რამდენად გამოდგება ვაუ ამ ხელს შემოდით არც არ მიმგზავრია შიგნით მეც კი ჩავეტევი მზეც ჩავიდა 10 წლიანი გარანტია მოყვება მეტი არ მინდა 10 წელი არ გამიძლოს იმ ფონზე აეროპორტში როგორც ჩვენს ბარგებს ექცევიან კიდევ კარგად ძლებს წელიწადში 3 ჯერ მაინც მიწევს ბარგის გამოცვლა რადგან აი ყოველთვის ასეთი ბრუნდება. ეს კიდევ კარგ მდგომარეობაშია და სხვა დანარჩენიც გადავყარა გალეწილი იყო. ხოდა იმედი მაქვს ის გაუძლებს. აქვს გასადიდებელი. როგორ გავხსნა? ჩაგედილია ჯიჟივით. შიგნით კიდევ ერთი ჩემოდანია. მე რა საყვარელია. ეს ის ზომა, რასაც ხშირად ვიყენებ. მე 20 კილო შემთხვევაში ვიყენებ ხოლმე, მაგრამ იცეტევა. ამასაც აქვს საკეტი. რა ჩვეულებრივია რა. უბრალოდ მყარი ზედაპირი აქვს და ხარისხიანი. შიგნით კიდევ ერთი ცალი ჩემოდანიდებს. გამადიდებელი ელვო ამასაც აქვს. და ესეც მესამე პაწაწუნა და ეგრეთ წოდებული ხელბარგი, რომელიც თვითმფრინავშიც ხშირად აქვთ ხოლმე. ისეთი პატარა მუჩუჩკნულია. როგორც პირველ ჩემოდანზე დავამხეცი, ასე იხსნება. ასეთია შიგნიდან. აი აქიდება powerbank-ი, სპეციალური კაბელიც აქვს. ნებისმიერ მოწყობილობას დატენი USB პორტით. ყველაზე მეტად ის ფაქტი მომწონს, რომ ბევრი სათავსოა. პრაქტიკულად შეიძლება მისი გამოყენება. და ესეთი არის გამადიდებელი ელვა. ახსნი და უფრო მეტ ადგილს გაძლევს, რომ ჩალაგო ნივთები. მოგზაურობიდან დაბრუნებულს ალბათ ყველას სჭირდება ეს დამატებითი ადგილი.